ხალები იღებენ ისეთი შინაარსის შეტყობინებებს, რომელსაც აქვს სექსუალური შინაარსი, მათთვის არის შემაწუხებელი, შეურაცხმყოფელი. არ არის მხოლოდ ის, რომ სამუშაო ადგილებზე თქვათ ხვდებოდნენ ამგვარ ქცევას. ეს შეიძლება მოხდეს როგორც კერძო სივრცეში, ასევე ეს შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეიძლება იყოს სამუშაო ადგილი. სად გადის ზღვარი უწყინა კომპლიმენტსა და ამგვარ ქმედებას შორის? შეიძლება ვიღაცისთვის მისი მთქმელისთვის კომპლიმენტად ჟღერდეს, თუმცა ადრესატისთვის საერთოდ არ იყოს ეს სასიამოვნო. მოგესალმებით, ეს გადაცემა ქალის ხმა, მე მისი წამყვანი ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი ვარ. დღევანდელ გადაცემაში მინდა ვისაუბროთ ისეთ თემაზე, რომელზეც ქალები ხშირად მხოლოდ ძალიან ახლობლებთან საუბრობენ. სექსუალური შევიწროვება ეს არ არის რაღაც თითქოს ხუმრობა, გართობა და უბრალოდ კომპლიმენტი. ეს შეიძლება ქალის ღირსებას ლახავდეს. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ქალია დასაქმებული როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო სექტორში და ხშირად სამუშაო ადგილზე აქვს ამგვარ ქცევას ადგილი და მინდა რომ შიდა ქართლში მცხოვრებმა ქალებმა იცოდნენ მათი უფლებები და თუ როგორ იბრძოლონ, თუ როგორ დაიხსნან თავი ამ სტრესისგან, ასე ვთქვათ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია უფლებადამცველი ეკა მუძაშვილი. დიდ მადლობას გიხდით ეკა, რომ ხარ ჩვენთან ერთად. მადლობა თქვენი დროისთვის. რას ეტყოდით ქალებს, რომლებიც აღნიშნე უკვე, რომ ისინი არიან დასაქმებულები, არ არის მხოლოდ ის, რომ სამუშაო ადგილებზე თქვათ ხვდებოდნენ ამგვარ ქცევას, რომ ისინი არიან სექსუალური შევიწროვების მსხვერპლნი, ასე ვიტყოდი. შეიძლება ქუჩაში, ტრანსპორტში, თქვენ ტრენინგის მსვლელობისაც ისაუბრეთ, როდესაც შეხვდით ქალებს, ამაზე მიაწოდეთ ინფორმაცია და თვლი რომ ეს არის ესეთი რაღაც ჩვენი ყოველდღიურობა, ასე ვთქვათ და მინდა იცოდნენ ქალებმა, მათ იცოდნენ თავისუფლებები, როგორ დაიცვან, თქვათ, ვის მიმართონ და როგორ გაიგონ სად გადის ზღვარი უწყინა კომპლიმენტსა და ამგვარ ქმედებას შორის, რომელიც ლახავს მათ ღირსებას. სექსუალური შევიწროება საკმაოდ დიდი თემაა, სადაც გააჩნია რა ქმედებაზე ვსაუბრობთ და რა შედეგებზე ვსაუბრობთ. ეს შეიძლება იყოს როგორც სამოქალაქო წესით რეგულირებადი, ისე ადმინისტრაციული და ისე სისხლის სამართლის წესით რეგულირებადი ქმედება საბოლოო ჯამში. უმეტესად უპირველეს ყოვლისა ეს ქმედება მაინც უკავშირდება გარკვეული ხასიათის ფიზიკურ შეხებას, ეს არის ძირითადად სექსუალური შინაარსის ფიზიკური შეხება, რომელიც არასასურველია ადამიანისთვის და არის უნებართვო შეხებასთან დაკავშირებული, ხო? ეს შეიძლება მოხდეს როგორც კერძო სივრცეში, ასევე ეს შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეიძლება იყოს სამუშაო ადგილი, არ აქვს მნიშვნელობა იქნება კერძო სექტორი თუ საჯარო სექტორი, ნებისმიერ ამ სივრცეში შეიძლება ადგილი ქონდეს ისეთი ხასიათის შეხებას, ფიზიკურ შეხებას, რომელიც არის უნებართვო, არის სექსუალური ხასიათის და არასასურველია კონკრეტული სუბიექტისთვის. არა მხოლოდ ფიზიკურ შეხებასთან დაკავშირებული ქმედებები, სექსუალური შევიწროება შეიძლება იყოს ასევე როგორც ვერბალურ გამოხატვასთან დაკავშირებული, ანუ უკავშირდებოდეს კონკრეტული ხასიათის მიმართვებს, კონკრეტული ხასიათის ფრაზებს, კომპლიმენტებს, რაც შეიძლება ვიღაცისთვის მისი მთქმელისთვის კომპლიმენტად ჟღერდეს, თუმცა ადრესატისთვის საერთოდ არ იყოს ეს სასიამოვნო. ასევე არასასიამოვნო მისალმების ფორმებს, არასასიამოვნო შეხებებს, როგორც მისალმების შემადგენელი ნაწილი. შეიძლება ეს ასევე იყოს და ძალიან აქტიურია ციფრულ სივრცეშიც, როდესაც ციფრულ სივრცეში ხშირად ქალები იღებენ ისეთი შინაარსის შეტყობინებებს, რომელსაც აქვს სექსუალური შინაარსი, მათთვის არის შემაწუხებელი, შეურაცხმყოფელი. შეიძლება იღებდნენ ასევე კონკრეტული შინაარსის ფოტო, ვიდეო მასალას, რომლის მიღებაც მათთვის არ არის სასურველი და არ უთხოვიათ და ეს არის ხშირ შემთხვევაში სრულიად უცხო ადამიანისგან მიღებული.
სამუშაო ადგილს რაც შეეხება, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ის ქცევა, რომელზეც ეხლა ვისაუბრეთ, უბრალოდ მისი კოლეგის მიერ ან მისი ხელმძღვანელის მიერ ჩადენილი. ნებისმიერი ასეთი შემთხვევა შესაძლებელია შევატყობინოთ შესაბამის ორგანოებს სამუშაო ადგილებში და სამოქალაქო სივრცეებში. ესეთი ორგანო შეიძლება იყოს სახალხო დამცველი, რომელსაც შეუძლია სექსუალური შევიწროების დადგენა და აქედან გამომდინარე დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, ხოლო სხვა საჯარო სივრცეებში ესეთი ორგანო, რომელსაც უნდა მივმართოთ, არის პოლიცია. როგორც ადმინისტრაციული სისხლის სამართლებრივი წესით გააჩნია ქმედებას და გააჩნია შედეგებს, აღნიშნული წარმოება მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში და პირველ ეტაპზე რაც აუცილებელია რომ ვიცოდეთ და რაც საჭიროა რომ გავაკეთოთ, ვინმეს აუცილებლად მივმართოთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. რაც ძირითად შემთხვევებში არის პოლიცია, თუმცა სამოქალაქო სივრცეებში უნდა იყოს სახალხო დამცველი. თქვენ ისაუბრეთ იმ სამართლებრივ გზებზე, როგორ ქალებმა როგორ თქვა ვის მიმართ უნდა რა ეტაპები გაიარო. ხშირად ქალები თავს იკავებენ ამას ხმამაღლა საუბრისგან, არა მხოლოდ ვიწრო წრეში საუბრობენ, არამედ თქვა იგივე სამართალდამცავ ორგანოებს რომ მიაწვდინო ხმა იმის გამო რომ ხალხი რა სიტყვის ყოფილა ასეთ შემთხვევაში, იმის გამო რომ შეიძლება სამსახური დაკარგოს და ასე შემდეგ. აი ამ დროს რასთან გვაქვს საქმე, რა უნდა იცოდნენ ქალებმა რომ მათი ღირსება ილახება ისე მოთმენით, რომელიც თქვა ისე ლახოს მათ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ასეთ გამოცდილებაზე საუბარი არ არის სასიამოვნო და დაკავშირებულია დისკომფორტთან, თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ რაც უფრო მეტად შეგვიძლია ასეთ შემთხვევაზე საუბარი, მინიმუმ იმ ადამიანებთან საუბარი, ვისაც ამ ნაწილში ჩვენი დახმარება შეუძლია, გულისხმობ სახალხო დამცველს, გულისხმობ პოლიციის უფლებამოსილ პირებს, მით უკეთესია ზოგადი ფონის შექმნისთვის. ეს არ არის იშვიათი გამოცდილება, სინამდვილეში ეს არის ძალიან ხშირი გამოცდილება, სხვადასხვა კვლევებით ჩვენ გვაქვს საქართველოში ის რეალობა, რომ როგორც მახსოვს საჯარო სივრცეში იყო დაახლოებით 40% იმ ქალების, ვინც ამბობდა, რომ მთელი მისი მუშაობის მანძილზე ერთხელ მაინც გამოუცდია სექსუალური შევიწროება. ანალოგიური შედეგი იყო, როგორც მახსოვს, კერძო დასაქმების ადგილებზე, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს არის მხოლოდ ის მაჩვენებელი, რომელზეც ამ ქალებმა გაბედეს, რომ ესაუბრათ, ხო? ანუ რეალურად რამდენი არ ყოფილა გახმაურებულში გულისხმობ, რამდენს არ მიუმართავს შესაბამისი ორგანოთვით, ან რამდენს არ გაუმჟღავნებია თავისი გამოცდილება კვლევის ფარგლებში, ეს არის კიდე დამატებით სხვა მონაცემები. ამით უბრალოდ იმის თქმა უნდა, რომ ეს გამოცდილება არის ძალიან ხშირი. რეალურად თუ ჩვენ ამაზე საუბარს გავბედავთ და ამაზე სამართალდამცავი წყობებისთვის მიმართვას გავბედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ყველა მიცის, რაზე თუ საუბრობთ და შეიძლება იმ ადამიანსაც, ვისაც ვესაუბრებოდეთ, შეიძლება ეს იყოს ჩვენი მეგობარი კოლეგა, შეიძლება იყოს სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელი, ნახავთ, რომ მათ იციან ამ გამოცდილების შესახებ, შეიძლება თავად გამოცდიეთ, შეიძლება სხვას დახმარებიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთი მიმართვიანობა ის, რომ ჩვენი უფლებებისთვის ვცდილობთ, რომ ვიბრძოლოთ და ვცდილობთ, რომ ჩვენი უფლებები დავიცვათ, ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე ამ კონკრეტული მოვლენის წინააღმდეგ ბრძოლა შედეგიანი. ესეთი დანაშაულები, ესეთი სამართალდარღვევები მცირდება მაშინ, როცა ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვართ ხიზლად და ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოძალდეს არ ვპატიობთ არაფერს. გარდა იმისა, რომ ხალხი რა სიტყვის თქვა სამსახურის დაკარგვის შიში, არის ასეთი მომისმენია მაგალითად, ასეთი რაღაცაც, რომ შედეგი მაინც არ დადგება, თქვათ, და არის თორე ის кейსები, რომ ნამდვილად დადგინდა ეს და დაცული იქნა ქალის უფლებები აი ამაზეც. რა თქმა უნდა იქნება და რამდენად უფრო ხშირად თქვათ გინდება. კი, რა თქმა უნდა, პრინციპში სახალხო დამცველის შემთხვევაში, როდესაც სახალხო დამცველს მიმართავთ ხოლმე, მის რეაგირება უფრო მეტად არის სამოქალაქო შინაარსის, ეს შეიძლება იყოს მათ შორის რეკომენდაცია თვითონ ამ პიროვნების მოძალადის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რომლითაც იგი კერძო სექტორის შემთხვევაში მაგალითად კომპანიის ხელმძღვანელობას მიმართავს. რაც შეეხება, როცა უფრო გართულებული სიტუაციებია,
და გვაქვს ისეთი შემთხვევები, რომელიც არის უკვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და სისხლისამართლის კოდექსით განსჯადი შემთხვევები. ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 პრიმა მუხლი და ამ მხრივ წარმოება შესაძლებელია დასრულდეს ჯარიმით და როგორც წესი მიმართვის შემთხვევაში ეს ასედაც სრულდება ხოლმე, რომ პოლიცია ამასთან დაკავშირებით ადგენს სამართალდარღვევის ოლქს, აღნიშნული შემდგომ საქმე გადადის სასამართლოში, რომელიც ამასთან დაკავშირებით აწესებს ჯარიმას. როგორც წესი, ეს არ არის რთული შემთხვევები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სადაც რეალურად ძალიან ხშირია, ასეთ შემთხვევებს აფიქსირებს კამერა, რომელიც არის ავტობუსებში. ანალოგიურად საჯარო სივრცეებში, როგორც წესი, აფთიაქთან ახლოს, მაღაზიასთან ახლოს ეს კამერის ჩანაწერები არსებობს, მოიპოვება და ხელმისაწვდომია საქმისთვის. ანალოგიურად შეიძლება სხვა გადაიღოს ფოტო და ფოტოზე იყოს რაიმე ასახული ან ვიდეოზე იყოს ან აუდიო ჩანაწერი იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს საქმეები ჩვეულებრივ მიმდინარეობს, არის წარმატებული. თავარი არის იქამდე მივიდეთ, რომ მივმართოთ შესაბამის უწყებას და ამის შემდეგ უფრო მეტი შანსია, რომ ეს საქმე ჩვენთვის წარმატებით დასრულდეს. მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჟღერეთ ახლა ეკა, იმიტომ რომ ბევრი დაფიქრდება ამაზე, რომ ის მარტო არ არის და შეიძლება გარდა იმისა, რომ განაცხადს გააკეთებს, არის ბერკეტები, რაც დაამტკიცებს მის სიმართლეს. აპლიკაციებზეც ისაუბრეთ შეხვედრის დროს, როდესაც ტრენინგს ატარებდით, რა აპლიკაციებია, აი რა უნდა მოიძიონ ქალებმა, რომ მათ კონდეთ, თქვათ, ძალადობის შემთხვევაში ეს არ გულისხმობთ მხოლოდ სექსუალური შევიწროების და ზოგადად ძალადობის მიმართულებით და ეს რომ იყვნენ უფრო მეტად დაცულნი. კი ბატონო, ეს არის ინტერნეტ აპლიკაციები, რომელიც შესაძლოა თქვენ კონდეთ ტელეფონში და გამოიყენოთ, როცა ამის საჭიროება იქნება. ეს არის პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროს აპლიკაცია, რომელიც არის 112, ანუ აპლიკაციას პირდაპირ 112 ქვია. და არის ჩვეულებრივი საავტორო შინაგან საქმეთა სამინისტროს აპლიკაცია. აპლიკაციას აქვს ღილაკი, რომელიც არის განგაშის ღილაკი და თუ თქვენ თავს გრძნობთ საფრთხეში, გინდათ რომ გამოიძახოთ პოლიცია, მაგრამ არ შეგიძლიათ რომ დაურეკოთ ჩვეულებრივ ნომერზე და ესაუბროთ და აქედან გამომდინარე გამოიძახოთ. ასეთ შემთხვევაში თქვენ ამ ღილაკის მეშვეობით, როდესაც ამ ღილაკს აჭერთ ხელს, თქვენ იძახებთ პოლიციას და პოლიცია მოდის ადგილზე. ეს ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს აპლიკაციის მეშვეობით. მეორე აპლიკაცია არის აპლიკაცია, რომელიც არის არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის შემუშავებული. ანალოგიური შინაარსის სერვისები აქვს ამ აპლიკაციასაც, თუმცა ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რომ წინასწარ შევარჩიოთ 3 ჩვენთვის სანდო კონტაქტი. ეს სანდო კონტაქტი შეიძლება იყოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ან პოლიციაც, შეიძლება იყოს რომელიმე ორგანიზაცია, ან ჩვენი ახლობელი ოჯახის წევრი ან მეგობარი. და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ თავს გრძნობთ საფრთხეში და ვაჭერთ ხელს განგაშის ღილაკს, ჩვენი ლოკაცია ტექსტთან ერთად, რომ ვთხოვთ დახმარებას, ეგზავნება ამ ჩვენს სანდო კონტაქტებს ავტომატურ რეჟიმში და შესაბამისად თუ პოლიციაც გვაქვს მონიშნული, პოლიციაც მათ შორის ავტომატურად იქნება გამოძახებული. ასევე ამ აპლიკაციებს ორივე მათგანს აქვს ის ფუნქცია, რომ განგაშის ღილაკზე დიდხანს ხელის დაჭერით იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ამ ღილაკზე ჩვენ თითი გვიჭირავს, ხდება ხმის ჩაწერა. და ეს აპლიკაცია ინახავს ამ ხმას, ანუ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვართ საფრთხეში და ვიძახებთ პოლიციას ან ჩვენს სანდო მეგობარს კონტაქტს იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ამ ვითარებაში ვიმყოფებით და რაღაც ისეთი ხდება, რაც შეიძლება ხმიდან გამომდინარე იყოს მაიდენტიფიცირებელი, აპლიკაცია ამას იწერს და მტკიცებულების სახით ინახავს თვითონ აპლიკაციის შიგნით. საინტერესო ინფორმაცია კიდევ ერთხელ ვიტყვი ნამდვილად და ეს დაეხმარება ბევრ ქალს ჩვენს გარშემო, რომ დაიცვას საკუთარი უფლებები. მაყურებელმა იცის, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ხშირად მხოლოდ ფიზიკურ ძალადობად ითვლება, ანუ ახსენებენ იცის ყველა მარა, რა თქმა უნდა იციან, რომ სხვადასხვა სახის ძალადობები არსებობს, მაგრამ მათ ძირითადად აქცენტს აკეთებენ საზოგადოება ფიზიკურ ძალადობაზე. კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ რა სახის ძალადობები არსებობს და რა უნდა იცოდნენ ზოგადად განათლების მიმართულებით, აი თუნდაც არაფორმალური განათლება, თუნდაც საგანმანათლებლო დაწესებულებებში რა ძირითად ინფორმაციას უნდა აწვდიდნენ ადამიანებს ამ მიმართულებით. ძალადობა არ არის მხოლოდ ფიზიკური სახის ძალადობა.
პირველ რიგში რაც ყველაზე ალბათ გავრცელებულია ჩვენს დროში ეს უმეტესად ციფრულ სამყაროს უკავშირდება და ციფრული სამყაროს მეშვეობით ხდება ხოლმე ძალადობა, რასაც უფრო მეტად ფსიქოლოგიური შედეგი აქვს, ეს ჩვენს ემოციურ განწყობაზე უფრო მეტად ახდენს ზეგავლენას ვიდრე ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. შესაბამისად გვაქვს ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმა, რომელიც გულისხმობს განგრძობად პერიოდში, კონკრეტული პერიოდის განმავლობაში ადამიანისთვის ადამიანის დამამცირებელ მოპყრობას, მისთვის არასასიამოვნო სახელის დაძახებას ან ასე შემდეგ, ბევრნაირი ფორმა შეიძლება ქონდეს ფსიქოლოგიურ ძალადობას. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა თავისი ბუნებრივი შედეგით ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას და ჩვენთვის ამას აქვს ემოციური შედეგი. გვაქვს ასევე ეკონომიკური ძალადობაც, რომელიც დაკავშირებულია ძალიან მარტივ საყოფა ცხოვრების საკითხებთან, დაკავშირებულია იმასთან, როდესაც მაგალითად ერთი მშობელი თავს არიდებს თუნდაც ალიმენტის გადახდას, დაკავშირებულია იმასთან, როდესაც საერთო სახლში, რომელიც არის საერთო საკუთრება, ერთი ადამიანი მეორეს ოჯახის წევრს უკრძალავს კონკრეტული ნივთებით სარგებლობის უფლებას, ან ზოგადი მოხმარების ოთახებით სარგებლობის უფლებას. გვაქვს ასევე იძულების ფორმა, როდესაც აიძულებენ ადამიანებს, რომ კონკრეტული მოქმედება შეასრულონ, ან კონკრეტულ მოქმედების შესრულებაზე თქვან უარი. და გვაქვს რა თქმა უნდა სექსუალური ძალადობა, რომელიც არის ძალიან ფართო, რომელიც ერთ-ერთი სახით არის სექსუალური შევიწროება, თუმცა რა თქმა უნდა ეს ბევრად ძიმე ფორმებში შეიძლება გამოიხატოს. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ყურადღება მივაქციოთ იმ მოვლენებს, რაც ჩვენ გარშემო ხდება. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური შეხება და ფიზიკური ზემოქმედება, თუმცა ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ემოციური ზემოქმედება და ამის შედეგებს ჩვენ გარშემო. ანუ იმას, რომ ეს კონკრეტული ქმედება ჩვენთვის არის ტკივილის გამომწვევი, ჩვენთვის არის მატრამვირებელი, ჩვენში იწვევს სტრესს. და ამის შემდეგ ვეცადოთ, რომ გავიაროთ სამართლებრივი კონსულტაცია. კი ბატონო, რა შეტყოდით ქალებს ეგა? როგორ დაძლიო შიში? ზოგადად რომ ხმა მოიღონ იმაზე, რაც მათ გარშემო ხდება, რაც მათ თავს ხდება, თუ ისინი არიან ძალადობის მსხვერპლები. და თუნდაც გარშემო მყოფები ის ხშირად არის რომ თვალის ხუჭავს საზოგადოება, ხომ ეს ყველაზე გავრცელებულია სამწუხაროდ, რომ მის გვერდით ვიღაც არის ძალადობის მსხვერპლი, თუმცა იმას არ მიიჩნევს, რომ ეს მისი საქმე არ არის. მე ალბათ ყველას ვურჩევდი, რომ პირველ ეტაპზე ეცადონ ვინმე ისეც გაესაუბრონ, ვინც მათთვის არის სანდო ადამიანი და ვიზეც იციან, რომ მასთან საუბარს შეძლებენ. ეს შეიძლება ოჯახის წევრი იყოს, შეიძლება სხვა მხრივნაცავი იყოს, ან უბრალოდ მეგობარი იყოს და უბრალოდ ეცადონ, რომ თავიანთ გამოცდილებაში, თავიანთ ტრამულ გამოცდილებაში მარტო არ იყვნენ. და იმ მომენტისთვის, როცა გადაწყვეტენ, რომ სამართალდამო საუწყებებს მიმართონ, მარტო არ იყვნენ. თუმცა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მათ გარშემო ასეთი სანდო ადამიანი არ არის, ჩვენს სახელმწიფოს აქვს შესაბამისი ინსტიტუტები, რომლითაც მსხვერპლს მაქსიმალურად შეუძლია დაეხმაროს იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლი ამას ითხოვს. ამიტომ ვურჩევდი, რომ ყველა შესაბამის სამართალდამო საუწყებას მიმართოს და მოითხოვოს შესაბამისი რეაგირება კონკრეტულ ქმედებაზე და მათ შორის მხარდაჭერა, რაც შეიძლება ცალკეულ შემთხვევაში იყოს მოწმისა და დაზარალების კოორდინატორის სახით, რომელიც ყავს როგორც სასწავლო პროკურატურას და ასევე შეიძლება იყოს ადვოკატი, რომელიც ასევე სავალდებულო წესით სახელმწიფოს ადვოკატია და ენიშნება ოჯახში ძალადობის მსხვერპლს. ამ ეტაპზე თქვენ ორგანიზაციას ახარ, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, რას თავაზებს მოქალაქებს, რას წოდით შიდა ქართული მსხვერპლ ქალებს, როცა მათ დაუდგებათ ამგვარი საჭიროება, რომ მოგმართონ რა სერვისებს თავაზობთ. ამ მომენტში ჩვენ რითიც შეგვიძლია დახმარება არის უფასო სამართლებრივი კონსულტაცია როგორც მინიმუმ. აღნიშნულ დაკავშირებით ჩვეულებრივ შეუძლიათ რომ ქალებს მოგმართონ, რაც შეეხება შემდგომ რეაგირებას და შემდგომ გადამისამართებას. გარკვეულ შემთხვევებში ჩვენ შეგვიძლია ასევე საქმის წარმოებაც. თუმცა იმ შემთხვევაში თუ ჩვენ საქმის წარმოებას ვერ შევძლებთ შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, ვასწავლით იმ საშუალებებს, რომლითაც შეუძლიათ თავი დაიცვან. და იმ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებიც მათ ამ პროცესში დაეხმარებიან. და კიდევ ერთხელ მოუწოდოთ ადამიანებს, რომ ხმა უნაღლონ ძალადობის წინააღმდეგ.
კი ბატონო, როგორც ჩვენთვის ცალკეულად ვიღაც ადამიანები შეიძლება იყვნენ ჩვენი იმედი, ჩვენც ასევე ვიღაც ადამიანების იმედი შეიძლება ვიყოთ და ალბათ ყოველთვის ჯობია მაინც რომ დახმარების თხოვნა შეგვეძლოს და დახმარება ვითხოვოთ, როცა ამის საჭიროებას ვხედავთ ჩვენიან სხვის შემთხვევაში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ნეკამ ბრძანებისთვის იმისთვის რომ ვიყავით ჩვენთან ერთად პასუხობდით ჩვენს კითხვებს. აყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო უფლებადამცველი ეკა მუსაშვილი.